როგორ დაამარცხა ამერიკამ იაპონიის თვითმფრინავები ფილიპინების ზღვაში. 1944 წლის შუა პერიოდში შეერთებული შტატების ძალები სწრაფად უახლოვდებოდა იაპონიას. მაგრამ სანამ ამერიკა იაპონიამდე მივიდოდა, მათ ჯერ რამდენიმე კუნძულის დაპყრობა მოუწევდა წყნარ ოკეანეში. ამ კუნძულები მათ სჭირდებოდათ სამხედრო ბაზებისა და აეროდრომების მოსაწყობად, რათა მათი თვითმფრინავები და ჯარები უფრო ახლოს ყოფილიყვნენ იაპონიასთან. და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე იყო მარიანას კუნძულები. აქ შედის საიპანი, ტინიანი და გუამ. და როცა ეს ამერიკის ხალხში აღმოჩნდებოდა, დიდი ცვლილება შეიძლებოდა მომხდარიყო წყნარი ოკეანის ომის მიმდინარეობაში. მარიანასამდე მისვლამდე ამერიკული ძალები უკვე თანმიმდევრულად მიიწევდნენ ცენტრალურ წყნარ ოკეანეში. გილბერტის კუნძულებიდან ისინი მივიდნენ მარშალის კუნძულებზე. 1944 წლის თებერვალსა და მარტში. ამერიკას უკვე კონტროლი ჰქონდა მარშალის კუნძულების მნიშვნელოვან ადგილებზე, ამიტომ აქ აშშ-ს საზღვაო ძალებს შეეძლოთ გაეკეთებინათ ბაზები, აეროდრომები თვითმფრინავებისთვის და სამხედროებისა და მარაგების საწყობები. ამის შედეგად ამერიკას გაუადვილდა მარიანას კუნძულებზე შეტევის მომზადება. მარიანას კუნძულები არის კუნძულების ჯგუფი, რომლებიც ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიწყობილია დასავლეთ წყნარ ოკეანეში. ჯაჭვის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს საიპანი, ტინიანი და გუამ. ამ სამიდან საიპანი იყო პირველი მთავარი სამიზნე. ამ ტერიტორიაზე იაპონელებს ჰქონდათ საჰაერო ბაზები და ძლიერი დაცვა. მეზობელ ტინიანზეც არის საჰაერო ბაზა. ხოლო გუამი იაპონიისთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო როგორც საზღვაო და საჰაერო ბაზა. თუ იაპონია ამ კუნძულებს დაკარგავდა, მისი ერთ-ერთი მთავარი თავდაცვითი ხაზი წყნარ ოკეანეში გაირღვეოდა. ამერიკამ მარიანას კუნძულების დაპყრობის გეგმა Operation Forager-ად მოიხსენია. წყნარ ოკეანეში საერთო სარდლობა ადმირალ ჩესტერ ნიმიცს ეკუთვნოდა, ხოლო უშუალოდ საზღვაო ოპერაციისთვის დიდი პასუხისგებლობა დაეკისრა ადმირალ რეიმონდ სპრუანს, რომელიც აშშ-ს მეხუთე ფლოტის სარდალი იყო. სპრუანსის ძალებში ასევე შედიოდა სწრაფი ავიამზიდების ოპერატიული დაჯგუფება, რომელსაც ვიცე-ადმირალი მარკ მიჩერი ხელმძღვანელობდა. ის შედგებოდა მრავალი ავიამზიდისგან, საბრძოლო გემისა და ასობით თვითმფრინავისგან, რომლებიც დაიცავდნენ ჯარისკაცებსა და გემებს, რომლებიც შეჭრაში მიიღებდნენ მონაწილეობას. ოპერაცია უბრალოდ სანაპიროსთან მიახლოება არ იყო. საჭირო იყო უზარმაზარ წყნარ ოკეანეში უამრავი ჯარისკაცის, სადესანტო ნავის, მარაგის, საბრძოლო მასალის, საწვავის, საბრძოლო გემებისა და თვითმფრინავების გადაყვანა. ამასთან ერთად მათ უნდა შეემცირებინათ იაპონიის შესაძლებლობა, რომ ჰაერიდან დაესხას თავს. ამიტომ ამერიკელები განმეორებით უტევდნენ და აკვირდებოდნენ იაპონიის პოზიციებს კუნძულებზე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო საჰაერო დაზვერვაც. ამერიკამ გამოიყენა შორმანძილზე მფრენი თვითმფრინავები საიპანის, გუამისა და სხვა სამიზნეების ფოტოების გადასაღებად. ამ ფოტოებით დალეგმის ჯგუფს უკეთ შეეძლო დაენახა აეროდრომები, სანაპირო დაცვის სისტემები, გზები და სხვა შესაძლო სამხედრო პოზიციები. ერთ-ერთი თვითმფრინავი, რომელიც დაზვერვის მისიებში გამოიყენეს, იყო მოდიფიცირებული B-24 ლიბერატორი. მისი დიდი მანძილის დაფარვის უნარის გამო, მას შეეძლო გადაფრენოდა წყნარი ოკეანის უზარმაზარ ნაწილს და შეეგროვებინა ინფორმაცია შეჭრის დაწყებამდე. სანამ ამერიკა ემზადებოდა, იაპონიამაც იცოდა, რომ დიდი ბრძოლა ახლოვდებოდა. იაპონიის სამხედრო ძალები დიდი ხანია ელოდნენ, რომ შეერთებული შტატები შეეცდებოდა მათი თავდაცვითი პერიმეტრის გარღვევას წყნარ ოკეანეში. პრობლემა კი ის იყო, არ იყო ზუსტად ცნობილი, სად განახორციელებდა ამერიკა შემდეგ დიდ შეტევას. 1944 წლის მაისში იაპონიის გაერთიანებულმა ფლოტმა მოამზადა დიდი საზღვაო ფლოტი, რომელსაც ოპერაცია აგო ეწოდა. გაერთიანებული ფლოტის სარდალი ადმირალი სუემო ტოიოდა იმედოვნებდა, რომ მათ მიეცემოდათ შესაძლებლობა ამერიკული ავიამზიდების ფლოტი გადამწყვეტ დიდ ბრძოლაში ჩაებათ. იაპონიისთვის მნიშვნელოვანი იყო ამერიკული ავიამზიდების დასუსტება ან განადგურება, რადგან სწორედ ეს ავიამზიდები ამერიკულ ოპერაციებს საჰაერო მხარდაჭერას უწევდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან შორს იყვნენ საკუთარი მატერიკისგან. მთავარი იაპონურ ავიამზიდთა ფლოტს ვიცე-ადმირალი ჯისაბურო ოძავა ხელმძღვანელობდა. დეგმის მიხედვით უნდა გაერთიანებულიყო ავიამზიდებიდან და სახმელეთო ბაზებიდან ამოსული თვითმფრინავები. იაპონიას მნიშვნელოვანი უპირატესობის იმედი ჰქონდა. ზოგიერთი იაპონური თვითმფრინავი უფრო დიდ მოქმედების რადიუსს ფლობდა, ვიდრე ამერიკული ავიამზიდების თვითმფრინავები. თეორიულად, იაპონურ თვითმფრინავებს შეეძლოთ შორიდან შეტევა, შემდეგ კუნძულზე მდებარე აეროდრომზე დაფრენა, საწვავის შესავსებად და ხელახლა შეიარაღებისთვის და შემდეგ კვლავ შეტევა. მაგრამ იაპონიას სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ქვეყანას საწვავი აღარ ყოფნიდა. იაპონიის საუკეთესო საზღვაო მფრინავების დიდი ნაწილი უკვე დაკარგული იყო წინა ბრძოლებში. ახალი მფრინავები ისეთივე გამოცდილები აღარ იყვნენ, როგორც იმ ავიაციის ეკიპაჟები, რომლებიც
იაპონიას წყნარი ოკეანის ომის დასაწყისში ხავდა. ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ იაპონიას ჯერ კიდევ ბევრი თვითმფრინავი და სამხედრო გემი ხავდა, ამერიკის თვითმფრინავები მომზადება და გამოცდილება უკვე უკეთესი იყო. დამატებითი გართულება წარმოიშვა მაშინ, როდესაც გენერალ დუგლას მაკარტურის ძალებმა ბიაკზე, ახალ გვინეასთან ახლოსდებარე კუნძულზე შეტევა განახორციელეს. ამიტომ იაპონიამ თავისი ავიაციისა და საზღვაო ძალების ნაწილი ამ რეგიონში გადაიყვანა. იაპონელმა სარდლებმა იფიქრეს, შესაძლოა სწორედ იქ მოხდებოდა დიდი ბრძოლა, რომელსაც ისინი ელოდნენ. სანამ იაპონია ახალ გვინეაზე იყო კონცენტრირებული, ამერიკული მთავარი სადესანტო ძალა უკვე მარიანასისკენ მიემართებოდა. მთავარი დესანტის დაწყებამ ამერიკულმა ავიაციამ იერიში მიიტანა იაპონურ ბაზებზე, რათა იაპონიას გაძნელებოდა გაძლიერების გაგზავნა. ასევე დაიბომბა მარიანასის აეროდრომები, რათა შემცირებულიყო იაპონური თვითმფრინავების რაოდენობა, რომლებიც შეიძლებოდა დესანტის ფლოტზე თავდასხმას. ამან სრულად არ გააქრო საფრთხე, მაგრამ მნიშვნელოვნად შეამცირა იაპონური სააერო ძალების თავისუფლება მოქმედებაში. გრძელი მომზადების შემდეგი ნაბიჯი საიპანია. დესანტი დაიგეგმა 15 ივნისს 1944 წელს. ორი საზღვაო ქვეითი დივიზია მზად იყო პირველები გადასულიყვნენ სანაპიროზე. ამავე დროს არმიის ნაწილებიც მზად იყვნენ ოპერაციის მხარდასაჭერად. ზღვაში განლაგებული იყო დიდი ამერიკული ფლოტი. ცაში კი მუდმივად პატრულირებდნენ ავიამზიდების თვითმფრინავები. მაგრამ როდესაც იაპონიამ დაინახა, რომ დიდი ამერიკული ძალა ბიაკისკენ კი არა, პირდაპირ მარიანას კუნძულებისკენ მიემართებოდა, სრულად ნათელი გახდა, სად მოხდებოდა ის ბრძოლა, რომელსაც ისინი დიდი ხანია ელოდნენ. გაიცა ბრძანება ოპერეშენ ეგოს განხორციელებაზე და ოძავას ფლოტი მარიანას კუნძულებისკენ დაიძრა. იმ მომენტში ორი უზარმაზარი ოპერაცია ერთმანეთს უახლოვდებოდა. საიპანზე ამერიკელი საზღვაო ქვეითები და არმია მძიმე სახმელეთო ბრძოლისთვის ემზადებოდნენ. ზღვაში კი იაპონური ავიამზიდების ფლოტი უახლოვდებოდა, რათა შეეცადა გაენადგურებინა ის ძალა, რომელიც შეჭრას უჭერდა მხარს. ბრძოლა საიპანისთვის მხოლოდ დასაწყისი იქნებოდა. რამდენიმე დღეში ერთ პატარა კუნძულზე შეტევა წყნარ ოკეანეში გადაიზრდებოდა ავიამზიდების ერთ-ერთ უდიდეს ბრძოლაში ისტორიაში. ეს არის ფილიპინების ზღვის ბრძოლა. სანამ ორი ავიამზიდების ფლოტი ერთმანეთს შეხვდებოდა, ამერიკამ ჯერ სცადა მარიანაში იაპონური ავიაციის დასუსტება. 1944 წლის 11 ივნისს Task Force 58-ის მასშტაბური საჰაერო იერიშები დაიწყო საიპანზე, ტინიანსა და გუამზე. ამერიკელი გამანადგურებლებისა და ბომბდამშენების სამიზნე იყო იაპონიის აეროდრომები, თვითმფრინავები და სამხედრო პოზიციები. ძიმე საჰაერო ბრძოლა გაიმართა, რადგან ბევრმა იაპონურმა გამანადგურებელმა აფრენა მოასწრო. სანამ მათ მიწაზე მიაღწევდნენ, კუნძულებიდან ძლიერი ანტისაჰაერო ცეცხლიც იყო. მომდევნო დღეებში გრძელდებოდა იერიშები, ხოლო სხვა ამერიკული ავიამზიდების ჯგუფები ჩრდილოეთით გაემართნენ, რათა იერიში მიეტანათ ივო ჯიმასა და ჩიჩიჯიმაზე. იაპონიის მიზანი იყო შეეჩერებინა ჩრდილოეთიდან მარიანასში დამატებითი თვითმფრინავების ძღაფად გაგზავნა. 15 ივნისს დაიწყო მთავარი შეჭრა საიპანზე. საზღვაო და საჰაერო დაბომბვის შემდეგ პირველად დასავლეთის სანაპიროებზე გადმოსხდნენ მეორე და მეოთხე საზღვაო ქვეითა დივიზიები. ზღვის მხრიდან ისინი მუდმივად იღებდნენ მხარდაჭერას საბრძოლო გემებისგან, როცა ცდილობდნენ მტკიცე პლაცდარმის შექმნას. გადასხმა მარტივი არ ყოფილა. იაპონური თავდაცვა მზად იყო და სანაპიროს მრავალი ნაწილი მათ არტილერიასა და სხვა იარაღს სვებოდა. მოგვიანებით ბრძოლაში ჩაერთო აშშ-ს 27 Infantry Division US მიწაზე ბრძოლის დაწყებისას უფრო დიდი საფრთხე დასავლეთიდან ახლოვდებოდა. როდესაც იაპონიის სარდლობამ დაადასტურა, რომ მარიანას კუნძულები იყო ამერიკის ნამდვილი სამიზნე, საბოლოოდ მოქმედებაში ჩართეს ვიცე-ადმირალ ისაბურო ოძავას ფლოტი. მისი მობილური ფლოტი ტავიტავის რაიონიდან, სამხრეთ ფილიპინებიდან გავიდა და ფილიპინების ზღვაში გაემართა. მიზანი ნათელი იყო: დაესხას ამერიკულ ავიამზიდებს და გაენადგურებინა საზღვაო ძალა, რომელიც მხარდაჭერას უწევდა საიპანის დაპყრობას. 16 ივნისისთვის დიდი იაპონური ძალა უკვე შეკრებილი იყო. ამ ფლოტს 9 ავიამზიდი ჰყავდა, ასევე ძლიერი საბრძოლო ხომალდები, კრეისერები და გამანადგურებლები. ასობით ავიამზიდზე ბაზირებული თვითმფრინავით ახლდა თან, ეს მაინც დიდი ფლოტი იყო, მაგრამ მარიანასის გარშემო მტრის კიდევ უფრო ძლიერი ძალა ელოდებოდა. ვიცე-ადმირალი მარკ მიჩერის Task Force 58 კიდევ უფრო ძლიერი იყო. მას 900-ზე მეტი თვითმფრინავი ჰყავდა, მაშინ როცა ოძავას ძალას მხოლოდ დაახლოებით 440 ავიამზიდზე ბაზირებული თვითმფრინავი ჰყავდა. ამერიკას უფრო მეტი თანამედროვე გამანადგურებელი თვითმფრინავი ჰყავდა. იაპონიისთვის კიდევ ერთი პრობლემა იყო. მათი გადაადგილება საიდუმლო არ ყოფილა. როცა იაპონური გემები ფილიპინების ზღვას კვეთდნენ, ისინი ამერიკულმა წყალქვეშა ნავებმა შენიშნეს. წყალქვეშა ნავები ამ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ისინი მხოლოდ გემების ჩაძირვისთვის არ გამოიყენებოდა. ისინი ასევე ინფორმაციის მიწოდებასაც ახერხებდნენ მტრის ფლოტის მიმართულებისა და გადაადგილების შესახებ. ამ მოხსენებების წყალობით სპონსმა გაიგო, რომ დიდი იაპონური საზღვაო ძალა უახლოვდებოდა.
ამის გამო სპრუანსი უფრო ფრთხილი გახდა. მისი მთავარი პასუხისმგებლობა მხოლოდ იაპონური ფლოტის პოვნა და განადგურება არ იყო. მას ასევე უნდა დაეცვა საინვაზიო ძალა საიპანზე. თუ ის ძალიან დასავლეთით გაიყვანდა თავის ავიამზიდებს და იაპონური ფლოტის ნაწილი შეძლებდა გასვას, შეიძლებოდა საფრთხე შექმნოდა ტრანსპორტის გემებსა და ჯარებს მარიანასის გარშემო. ამიტომ მტრის და უყოვნებლივ დევნის ნაცვლად მან თავისი ფლოტის დიდი ნაწილი საიპანთან ახლოს დატოვა. ამერიკამ ასევე ძლიერი თავდაცვითი ხაზი განათავსა ავიამზიდების წინ. აქ შედიოდა 7 ლინკორი ვიცე-ადმირალ ვილის ლის ხელმძღვანელობით, ასევე კრეისერები და გამანადგურებლები. ეს გემები იქნებოდა პირველი დიდი ბარიერი თუ იაპონური ავიაცია ზედაპირული გემები მიუახლოვდებოდნენ. ამასობაში ოძავამ თავისი ფლოტი რამდენიმე ჯგუფად დაყო. ძირითადი ავიამზიდები, როგორიცაა ტაიხო, ძუიკაკუ და შოკაკუ, ფორმირების უკანა ნაწილში იყვნენ განთავსებული. ხოლო უფრო მცირე ავიამზიდების ჯგუფიც იყო თან. იაპონური სტრატეგიისთვის მნიშვნელოვანი იყო მათი თვითმფრინავების დიდი მოქმედების რადიუსი, რაც მათ საშუალებას აძლევდა უფრო შორი დისტანციიდან გაეშვათ შეტევა. ეს უფრო შორს იყო ვიდრე ის სტანდარტული შეტევის რადიუსი, რომელსაც ამერიკელი ავიამზიდების პილოტები ამჯობინებდნენ. ზოგ იაპონურ თვითმფრინავს ასევე შეეძლო გუამისა და როტის გამოყენება საწვავის შესავსებად ან შეტევის შემდეგ დასაფრენად, მაგრამ მოქმედების რადიუსის უპირატესობას თავისი ფასი ჰქონდა. ბევრ ახალ იაპონელ პილოტს 1944 წელს საბრძოლო გამოცდილება აკლდა. თუ შევადარებთ იმ პილოტებს, რომლებიც ომის დასაწყისში იბრძოდნენ, მეორე მხარეს აღშედეშო საზღვაო ფლოტის მომზადება, რადარის კონტროლი, გამანადგურებლების მართვა და თვითმფრინავები უკვე გაუმჯობესებული იყო, ამ ბრძოლაში ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვითმფრინავი იყო Grauman F-6F Hellcat, თავარი გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომელსაც ისინი ავიამზიდებიდან იყენებდნენ. ამერიკას დიდი უპირატესობა ჰქონდა პილოტების მომზადებასა და კოორდინაციაში. ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო, რატომაც მათი შანსები ძალიან მაღალი იყო. იაპონიის დამარცხება გარდაუვალი გახდა. 18 ივნისისთვის ორი ფლოტი ერთმანეთს ეძებდა ვრცელ ფილიპინების ზღვაში. არც ერთ კომანდირს არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია მტრის მდებარეობის შესახებ. ზოგიერთი იაპონური სადაზვერვო თვითმფრინავის მოქმედების რადიუსი უფრო დიდი იყო, ამიტომ მათ ამერიკული ფლოტის ნაწილი უფრო ადრე შენიშნეს. იაპონიას ჰქონდა შესაძლებლობა გაგზავნა შეტევითი ძალა დღის მეორე ნახევარში, მაგრამ ოძავამ არ განახორციელა მასშტაბური იერიში. ამის ნაცვლად ოძავა დარჩა მოშორებით, რათა ამერიკელი თვითმფრინავები ვერ მისცვენენ მას და დაელოდა დილამდე, სანამ შეტევას დაიწყებდა. ამერიკულ მხარეს სპრუანსმაც მიიღო სადაზვერვო ინფორმაცია იაპონური ფლოტის პოზიციის შესახებ. მიჩერ სურდა დასავლეთისკენ წასვლა, რათა ავიამზიდები უფრო ახლოს მიეყვანა და დილის გათენებისას შეტევა დაეწყო, მაგრამ სპრუანსი არ დათანხმდა. ის ჯერ კიდევ საკმარისად დარწმუნებული არ იყო, ზუსტად სად იმყოფებოდა იაპონიის ყველა ძალა და მას არ სურდა საიპანისკენ მიმავალი გზა ღია დაეტოვებინა. ეს გადაწყვეტილება ომის შემდეგ რამდენიმე ისტორიკოსმა სადავოდ მიიჩნია, მაგრამ სპრუანსის მთავარი საზრუნავი იმ მომენტში ნათელი იყო. მარიანაზე შეჭრა იყო დასაცავი. 1944 წლის 19 ივნისის გამთენიისას იაპონურმა სადაზვერვო თვითმფრინავებმა კვლავ დაიწყეს ძებნა. მალე მათ Task Force 58-ის ნაწილი აღმოაჩინეს. ბოლოს და ბოლოს ოძავას უკვე ჰქონდა ნათელი სამიზნე. იაპონიამ ამერიკულ ფლოტზე თვითმფრინავების რამდენიმე ჯგუფი გაგზავნა. მათ შორის იყვნენ გამანადგურებლები, პიკირებადი ბომბდამშენები და ტორპედოს მატარებელი ბომბდამშენები. იაპონია იმედოვნებდა, რომ მათი უფრო გრძელი მოქმედების დიაპაზონის გამო შეძლებდნენ ამერიკელების შეტევას მანამ სანამ მიჩერის ავიამზიდების თვითმფრინავები საპასუხოდ იმოქმედებდნენ. მაგრამ ამერიკა მზად იყო. გემზე დამონტაჟებული რადარი დიდი დახმარება აღმოჩნდა. ამერიკულ გემებს შორიდანვე შეეძლოთ მოახლოებული ფორმაციების დანახვა. ამის წყალობით გამანადგურებლების მართვის ოფიცრებს შეეძლოთ ეთქვათ, სად უნდა ასულიყვნენ ჰელკეთები, რათა შეეჩერებინათ იაპონური თვითმფრინავები, მანამ სანამ ისინი ავიამზიდებთან მიახლოვდებოდნენ. იყო კიდევ ერთი დიდი პრობლემა, რომლის შესახებაც ოძავამ არ იცოდა. ამერიკულმა დაზვერვამ დიდი წარმატება მოიპოვა იაპონური საზღვაო კომუნიკაციების გაშიფრასა და ანალიზში. ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკას იაპონიის ყველა ნაბიჯი ზუსტად იცოდა. მაგრამ დაზვერვამ დაეხმარა სარდლებს, რომ უკეთ გაეგოთ მოახლოებული საფრთხე და მომზადებულიყვნენ. თორსა იაპონური შეტევითი ჯგუფები ფენას იწყებდნენ, კიდევ ერთი საფრთხე თვითონ ზღვის ქვეშ იმალებოდა. 19 ივნისის დილას ამერიკული წყალქვეშა ნავი USS ალბაკორი შევიდა ოძავას მთავარი ავიამზიდების ჯგუფის ტერიტორიაზე. პერისკოპის საშუალებით წყალქვეშა ნავმა დაინახა უზარმაზარი იაპონური ავიამზიდი ტაიხო. ეს იყო ოძავას ფლაგმანი და ერთ-ერთი ყველაზე ახალი ავიამზიდი იაპონიის საიმპერატორო ფლოტში. ალბაკორმა ტორპედოები გაუშვა. ყველა ტორპედო სწორად არ იმუშავა, მაგრამ ერთმა ტორპედომ ტაიხოს დაარტყა. პირველ შეხედვაზე დაზიანება სასიკვდილო არ ჩანდა, ავიამზიდი აგრძელებდა მუშაობას და თვითმფრინავების აფრენას.
ამიტომ გემზე მყოფებმა მაშინვე ვერ გაიგეს, რამდენად დიდი იქნებოდა ერთი ტორპედოს დარტყმის შედეგი. პრობლემა ის იყო, რომ ავიაციის საწვავის ორთქლი ტაიხოს შიგნით გავცელდა. მომდევნო საათებში ზიანის კონტროლის მცდელობებმა ვეღარ შეძლო საფრთხის სათანადოდ მართვა. საწვავის ორთქლი უსაფრთხოდ ვერ გამოიყვანეს და ისინი გემის სხვა ნაწილებში გავცელდა. საბოლოოდ ავიამზით ძლიერი აფეთქება შეარხებდა. ოზავას ფლაგმანმა საბოლოოდ ჩაიძირა. აშეს შესაზღვაო ისტორიისა და მემკვიდრეობის სარლობამ დაადასტურა, რომ ტაიხოს დაღუპვის მიზეზი 19 ივნისს იყო ტორპედო, რომელიც სუბმარინა USS ალბაკორედან იქნა გაშვებული. და ტაიხო ერთადერთი არ იყო, ვინც ამერიკულ წყალქვეშა ნავებს შეეჯახა. იმავე დღეს USS კავალა ასევე განლაგებული იყო იაპონურ ფლოტთან ახლოს. მისი სამიზნე იყო ვეტერანი ავიამზიდი შოკაკუ, ხომალდი, რომელიც ჯერ კიდევ წყნარი ოკეანის ომის დასაწყისიდან იბრძოდა. 3 ტორპედო მოხვდა შოკაკუს და საბოლოოდ ის ჩაიძირა. მაგრამ მაშინ როცა 2 მნიშვნელოვანი იაპონური ავიამზიდი ნელ-ნელა ქრება ზღვაში, ოძავას ასობი თვითმფრინავი უკვე მიემართება 48-ე ამოცანათა ჯგუფის მიმართულებით. იქ დაიწყება ნამდვილი საჰაერო ბრძოლა და სულ რამდენიმე საათში გამოჩნდება, რამდენად შეიცვალა ძალთა ბალანსი წყნარი ოკეანის ცაში. ფილიპინების ზღვის ცაში უკვე დაიწყო გამოჩენა, თუ რამდენად დიდი იყო ცვლილება ორივე მხარის ძალაში. 1944 წლის 19 ივნისის დილას ამერიკელი ჰელქეთები განაგრძობდნენ ტრიალს 48 ამოცანათა ჯგუფის გარშემო, როგორც დაცვა ნებისმიერი მოულოდნელი თავდასხმისგან. ამავე დროს იაპონური თვითმფრინავებიც მოძრაობდნენ გუამიდან და სხვა ახლომდებარე აეროდრომებიდან. ამიტომ ამერიკას მხოლოდ ოძავას ავიამზიდებიდან მოქმედ თვითმფრინავებზე არ უნდა ედევნებინა თვალი. შესაძლებელი იყო, რომ კუნძულებზე განთავსებული თვითმფრინავებით შეტევაზე გადასულიყვნენ. როდესაც ამერიკულმა რადარმა გუამის მიმართულებით მომრავლებული თვითმფრინავები შენიშნა, ვიცე-ადმირალმა მარკ მიჩელმა დამატებითი ჰელქეთები გაგზავნა ტერიტორიის დასაცავად. რამდენიმე იაპონელი მებრძოლი თვითმფრინავი მაშინვე იქნა გადაჭერილი, მაგრამ ამ დროს ოძავას ავიამზიდებიდან უკვე იწყებდა აფრენას პირველი დიდი შეტევითი ტალღა. დილისკენ იაპონიამ გაგზავნა მებრძოლი თვითმფრინავების პირველი ჯგუფი. მებრძოლი ბომბდამშენები და ტორპედოს მატარებელი ბომბდამშენები. ისინი ჯერ კიდევ 100 მილის მანძილზე იყვნენ, როდესაც ამერიკულმა რადარმა უკვე შენიშნა ისინი. ეს უპირატესობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამის ნაცვლად 48-ე ამოცანათა ჯგუფი არ გაკვირვებულა. ამერიკელ მეთაურებს ჰქონდათ საკმარისი დრო, რომ გამოეწვიათ რამდენიმე მებრძოლი გუამიდან და გაეგზავნათ ისინი მოახლოებული იაპონური შენაერთებისკენ. ამ ბრძოლაში ამერიკელთა მთავარი გამანადგურებელი იყო F-6F ჰელქეთი. მას ძლიერი ძრავა ჰქონდა, მტკიცე კორპუსი და აღჭურვილი იყო 6.50 კალიბრის ტყვიამფრქვევით. ის არ იყო ისეთი მანევრირებადი, როგორც იაპონური ზერო, ნელ და მკაცრ მოხვეებში. ამიტომ ბევრი ამერიკელი პილოტი სხვა საბრძოლო ტაქტიკას იყენებდა. ისინი ხანგრძლივ მანევრულ საჰაერო ბრძოლაში ჩართვის ნაცვლად სისწრაფეს იყენებდნენ. სიმაღლესა და ჰელქეთის ძალას იყენებდნენ, რომ სწრაფად მიახლოებულიყვნენ დაესხათ თავს და შემდეგ ისევ მოშორებოდნენ, სანამ შემდეგი შესაძლებლობა არ გამოჩნდებოდა. მაგრამ ამერიკის უპირატესობა მხოლოდ თვითმფრინავებში არ იყო. Task Force 58-ის მთელი თავდაცვითი სისტემა უფრო ორგანიზებული იყო. რადარი პირველი ამჩნევდა მოახლოებულ მტერს. შემდეგ გემებიდან მყოფი საჰაერო გამანაწილებელი ოფიცრები ჰელქეთებს სწორ მიმართულებასა და სიმაღლეზე მიუთითებდნენ. თუ იაპონური თვითმფრინავები მებრძოლებს გააღწევდნენ, მათ კიდე მოუწევდათ გამკლავება გამანადგურებელი კრეისერების, ლინკორების და ავიამზიდების ანტისაჰაერო ქვემეხებთან. სწორედ ეს მოხდა იაპონელების პირველ დიდ თავდასხმაზე. როცა ფორმაცია ახლოვდებოდა, ჰელქეთებმა ისინი შეაჩერეს ფლოტის ფავარ ნაწილამდე მისვლამდე. იაპონური თვითმფრინავების ბევრი ჯგუფი დაიშალა, როცა ამერიკელი მებრძოლები თითოეულს მისდევდნენ. ზოგიერთი პირველ დაცვას გადაურჩა, მაგრამ კიდევ ერთი თავდაცვითი ხაზი ელოდებოდა ლინკორების და ავიამზიდების გარშემო. მხოლოდ რამდენიმე იაპონელმა ბომბდამშენმა შეძლო საკმარისად მიახლოება, რომ ბომბის ჩამოგდება მოეხერხებინა. საბრძოლო გემი USS South Dakota დაზიანდა, მაგრამ დაზიანებამ ვერ შეუშალა ხელი გემს ბრძოლაში დარჩენილიყო. მთლიანობაში პირველი შეტევის ეფექტი ძალიან მცირე იყო იმ რაოდენობის თვითმფრინავებთან შედარებით, რაც იაპონიამ დაკარგა. ოძავა მაინც არ გაჩერებულა. შემდეგ მოხდა უფრო დიდი მეორე ტალღა. 100-ზე მეტი იაპონური თვითმფრინავი გაგზავნეს, ისინი მიემართებოდნენ Task Force 58-ისკენ, მაგრამ იქამდე მისვლამდე უკვე პრობლემები წარმოიშვა. რამდენიმე თვითმფრინავი მექანიკური პრობლემების გამო დაბრუნდა, ხოლო ზოგიერთი დაზიანდა მიზანთან მისვლამდე. როდესაც ამერიკულმა რადარმა დანარჩენი შენაერთი შენიშნა, ჰელქეთები კიდევ ერთხელ გაგზავნეს. ამჯერად იაპონელ თავდამსხმელებს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა შეექმნათ. მრავალი მათგანი ჯერ კიდევ ფლოტამდე მისვლამდე ჩამოაგდეს. ვინც გადაურჩა, მათ გემებიდან ძალიან ძლიერი ანტისაჰაერო ცეცხლი დახვდათ. რამდენიმე იაპონელი პიკირებით ბომბდამშენი ავიამზიდებს USS Wasp-სა და USS Bunker Hill-ს მიუახლოვდა. მცირე დაზიანებები და მსხვერპლი იყო, მაგრამ არც ერთი ამერიკული ავიამზიდი არ ჩაძირულა.
ფლოტის სხვა ნაწილში რამდენიმე ტორპედოს მატარებელმა ბომბდამშენმა ასევე სცადა მიახუება. თუმცა მათ თითქმის ვერანაირი სერიოზული ზიანი ვერ მიაყენეს. იაპონური მხარისთვის კი დანაკარგები ძალიან დიდი იყო. მეორე ტალღაში გაგზავნილი თვითმფრინავების უმეტესობა აღარ დაბრუნებულა. ეს იყო პრობლემა, რომელიც თვითმფრინავების დაკარგვაზე უფრო სერიოზული იყო. თითოეული ჩამოვარდნილი თვითმფრინავი ნიშნავს პილოტისა და ეკიპაჟის დაკარგვას, რომელთა შეცვლაც ძალიან რთულია. ომის ამ პერიოდში ეს იყო იაპონური საზღვაო ავიაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სისუსტე. ოზავამ მაინც გაგზავნა მესამე ტალღა, თუმცა ამჯერად მათ ნავიგაციისა და კომუნიკაციის პრობლემები შეექმნათ. ამერიკის პოზიციის შესახებ არასწორი ინფორმაციის გამო, ინფორმაციის დიდი ნაწილი არასწორ ადგილას აღმოჩნდა. მრავალი მათგანი უკან დაბრუნდა ისე, რომ სამიზნეც კი ვერ დაინახა. ისინი, ვინც ამერიკის მიმართულებით მივიდნენ, კვლავ შეხვდნენ ჰელკეტებს და ვერ შეძლეს სერიოზული ზიანის მიყენება. მეოთხე ტალღასაც არ გაუმართვა. იაპონური თვითმფრინავების ნაწილი გუამისკენ წავიდა, მას შემდეგ რაც ვერ იპოვეს ამერიკული ფლოტის მთავარი ნაწილი. მათგან ბევრს საწვავი უმთავრდებოდა და უბრალოდ სადმე დასაფრენ ადგილს ეძებდა. თუმცა ამერიკაც აკვირდებოდა გუამს. როდესაც იაპონური თვითმფრინავები აეროდრომს მიუახლოვდნენ, მათ ამერიკული ჰელკეტები დახვდნენ. ბევრი მათგანი მაშინვე ჩამოაგდეს, როცა დაფრენას ეოდებოდნენ ან კუნძულის გარშემო ტრიალებდნენ. ამერიკელებმა ასევე გააგრძელეს იერიშები აეროდრომებზე, რათა იაპონური სახმელეთო ავიაცია ვერ ჩართულიყო მთავარ ბრძოლაში. ერთ დღეში ოცავამ 4 ძირითადი ავიამზიდური იერიში განახორციელა, Task Force 48-ის წინააღმდეგ. თუმცა ამ იერიშებმა თითქმის არანაირი სერიოზული ზიანი არ მიაყენა ამერიკულ ფლოტს. ამასობაში ასობით იაპონური თვითმფრინავი დაიკარგა ჰაერში. აშშ-ში საზღვაო ისტორიისა და მემკვიდრეობის სამმართველოს შეფასებით, ფილიპინების ზღვის ბრძოლის განმავლობაში 300-ზე მეტი იაპონური ავიამზიდის თვითმფრინავი განადგურდა. გუამზე დაკარგული თვითმფრინავების დიდ რაოდენობასაც თუ დაუმატებთ, სწორედ აქედან წარმოიშვა სახელი, რომელიც ბრძოლის შემდეგ ცნობილი გახდა. დიდი მარიანასის ინდაურების ნადირობა. ეს ტერმინი ამერიკელმა ავიატორებმა გამოიყენეს, რათა აღეწერათ, რამდენად დიდი უპირატესობა ჰქონდათ საჰაერო ბრძოლაში 19 ივნისს. მაგრამ ამ ცნობილი სახელის უკან სერიოზული მიზეზი იმალება, თუ რატომ იყო ასეთი დიდი იაპონიის დამარცხება. საქმე მხოლოდ ჰელკეტისა და ზეროს დაპირისპირებაში არ იყო. ერთად შეიკრიბა ამერიკელი პილოტების უკეთესი მომზადება, რადარი, გამანადგურებლების მართვა, კომუნიკაცია, თვითმფრინავების შესაძლებლობები და ძლიერი ანტისაჰაერო დაცვა. მეორე მხრივ, ბევრი იაპონელი პილოტი გამოცდილებას მოკლებული იყო და ვერ შეედრებოდა იმ ვეტერან საჰაერო ეკიპაჟებს, რომლებიც ომის წინა წლებში დაიღუპნენ. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ოცავამ კიდევ ბევრი თვითმფრინავი გაგზავნა, მათ გაუჭირდათ უფრო მოწინავე და ორგანიზებულ თავდაცვით სისტემაში შეღწევა. 19 ივნისის ნაშუა დღეს თითქმის დასრულებული იყო იაპონიის დიდი საჰაერო შეტევა. 4 ძირითადი რეიდის განმავლობაში თვითმფრინავების დიდი დანაკარგი განიცადეს. მაშინოცა ამერიკულ ფლოტს მხოლოდ მცირე ზიანი მიადგა. აშშ-ში საზღვაო ძალების ოფიციალურმა ისტორიამ ეს დღე აღიარა როგორც ბრძოლა, რომელმაც თითქმის გაანადგურა იაპონიის დარჩენილი ავიამზიდური ავიაცია. მაგრამ ფილიპინების ზღვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. სანამ ოცავა ფიქრობს, რამდენად დიდი იყო მისი საჰაერო ჯგუფების რეალური დანაკარგი, ის ჯერ კიდევ არ იცის, რომ კიდევ უფრო დიდი საფრთხე უახლოვდება. მისი ავიამზიდები კვლავ დასავლეთით არიან და მეორე დღეს ამერიკას მიეცემა შეტევის შესაძლებლობა. უდავ მაშინვე ვერ გაიგო, რამდენად დიდი იყო მისი საჰაერო ჯგუფების მარცხი 19 ივნისს. იაპონელი პილოტები, რომლებიც დაბრუნდნენ, იტყობინებოდნენ ამერიკულ ფლოტზე მიყენებულ დიდ ზიანზე. რის გამოც იაპონიის სარდლობა მიფიქრა, რომ დაკარგული თვითმფრინავებიდან ბევრი უბრალოდ გუამსა და როტაზე დაჯდა. ამის გამო ოცავა მაშინვე სრულად არ დაიხია უკან. ის ჯერ კიდევ იმედოვნებდა, რომ ბრძოლას გააგრძელებდა. მეორე მხრივ, ამერიკელმა სარდლებმა იცოდნენ, რომ იაპონიის მასიური საჰაერო შეტევა წარუმატებელი იყო. მათ შემდეგი პრობლემა იყო ოცავას ფლოტის პოვნა, სანამ ის საბოლოოდ გაეცლებოდა. 19 ივნისის გამეს მიჩერის თავარი ავიამზიდების ჯგუფები დასავლეთისკენ გადაადგილება დაიწყეს. მაგრამ ფილიპინების ზღვა ძალიან ვრცელია და იაპონური ფლოტის მდებარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ზუსტი არ იყო. ოცავმა შეცვალა მიმართულება, ამიტომ 20 ივნისის დილით რამდენიმე საათის განმავლობაში ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავები უშედეგოდ ეძებნებდნენ. რაც უფრო დიდხანს გრძელდებოდა ძიება, მით უფრო ახლოვდებოდა მზის ჩასვლა. ეს ნიშნავს, რომ თუნდაც იაპონია ეპოვათ ამერიკული თვითმფრინავებისთვის რთული იქნებოდა ავიამზიდებზე დაბრუნება დაღამებამდე. მხოლოდ შუა დღის შემდეგ აღმოაჩინა ერთმა ამერიკულმა საძიებო თვითმფრინავმა იაპონური ფლოტი. ის მდებარეობდა Task Force 7-ის ავიამზიდების თვითმფრინავების მაქსიმალურ მანძილზე. შეტევის რისკი ძალიან დიდი იყო. თუ თვითმფრინავებს გაგზავნიდნენ, მათგან ბევრს შეიძლება საწვავი აღყოფნოდა დაბრუნებისას, მაგრამ თუ ისინი დილამდე დაელოდებოდნენ, ოცავა შეიძლება უკვე შორტასულიყო. მიჩერმა დადაწყვიტა შეტევა.
200-ზე მეტი ამერიკული თვითმფრინავი დაფრინდა იაპონური ფლოტისკენ. მათ შორის იყვნენ ჰელკეთის გამანადგურებლები, ჰელდაივერის პიკირებადი ბომბდამშენები და ევენჯერის ტორპედოს მატარებელი ბომბდამშენები. როდესაც ისინი მიზანს უახლოვდებოდნენ, პილოტებმა გაიგეს, რომ იაპონური ფლოტი ბევრად უფრო შორს იყო, ვიდრე თავდაპირველად ეგონათ. საწვავის პრობლემა კიდევ უფრო სერიოზული გახდა, მაგრამ შეტევა მაინც გაგრძელდა. საღამოსთვის ამერიკელმა პილოტებმა 20 გემები დაინახეს. იაპონელ მებრძოლთა რაოდენობა, რომლებსაც ფლოტის დაცვა შეეძლოთ, კიდევ უფრო შემცირდა. ამიტომ გემების მთავარი დაცვა მათი საზენიტო ქვემეხები იყო. ამერიკულმა ავიაციამ მაშინვე შეუტია ავიამზიდებს, სახაზო ხომალდებს, კრეისერებს და დამხმარე გემებს. რამდენიმე იაპონური ავიამზიდი დაზიანდა, მათ შორის იყვნენ ზუიკაკუ, ჯუნიო და ჩიოდა. სუბუკმა ავიამზიდმა ჰიომ ყველაზე მძიმე დაზიანება მიიღო და საბოლოოდ ჩაიძირა. 2 იაპონური ნავთობის გადამზიდიც დაიკარგა შეტევის შემდეგ. დარტმა წარმატებული იყო, მაგრამ ამით არ დასულებულა საფრთხე ამერიკელი პილოტებისთვის. მათ გრძელი გზა ელოდა თუკან დაბრუნებისას, სწრაფად ბნელდებოდა და ბევრ თვითმფრინავს თითქმის აღარ ჰქონდა საწვავი. ავიამზიდზე დაშვება რთულია, თუნდაც ნათელი იყოს გარემო. გამით, როცა პილოტები დაღლილები არიან და საწვავი ცოტა აქვს, ეს კიდევ უფრო საშიშია. როცა მიჩერმა სიტუაცია გაიგო, მან ავიამზიდებსა და სხვა გემებზე განათება ჩართო, რათა დაბრუნებულ პილოტებს დაენახათ სად უნდა დაშვებულიყვნენ. ეს გადაწყვეტილება სახიფათო იყო, რადგან განათებულ ფლოტს იაპონური წყალქვეშა ნავიც დაინახავდა, მაგრამ მაშინ მთავარი პრობლემა საკუთარი ავია ეკიპაჟების გადარჩენა იყო. ბევრი თვითმფრინავი სხვა ავიამზიდზე დაჯდა და არა იმაზე, საიდანაც აფრინდა. სხვა თვითმფრინავებს საწვავი გაუთავდათ და ვეღარ დაბრუნდნენ. მათ იძულებულნი გახდნენ, ან ავარიულად დაშვებულიყვნენ, ან ზღვაში დაშვებულიყვნენ. ნაღმოსნები და სხვა გემები წყალში მყოფი პილოტებისა და ეკიპაჟის წევრების ძებნას შეუდგნენ. დაბრუნების ფრენისას ბევრი თვითმფრინავი დაიკარგა, მაგრამ მათი ეკიპაჟის უმეტესობა გადაარჩინეს. იმ ღამის შემდეგ ზოგიერთი ამერიკელი მეთაური ცდილობდა დაედევნა უკან დახეულ იაპონურ ფლოტს. თუმცა ადმირალ სპრუანსმა არჩია ძირითადი ძალა ერთად შეენარჩუნებინა. მას არ სურდა თავის ფლოტის გაყოფა, რადგან ჯერ კიდევ სულად ნათელი არ იყო, რას შეძლებდა იაპონია. ზებნა გაგრძელდა 21 ივნისს. თუმცა იაპონური გემები სწრაფად შორდებოდნენ და საბოლოოდ დევნა შეწყდა. აქ პრაქტიკულად დასრულდა ფილიპინების ზღვის ბრძოლა. 2 დღის განმავლობაში 3 იაპონური ავიამზიდი დაიკარგა. დაიხო და შოკაკუ წყალქვეშა ნავების შეტევების შედეგად, ხოლო ჰიო ამერიკული ავიამზიდის იერიშის შედეგად 20 ივნისს ასევე მძიმედ დაზიანდა დარჩენილი იაპონური ავიამზიდების ავიაგუნდები. იაპონიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დანაკარგი იყო არა მხოლოდ გემები და თვითმფრინავები, არამედ დიდი რაოდენობის გამოცდილი საზღვაო მფრინავები, რომელთა ჩანაცვლებაც რთული იყო. აშშ-ის საზღვაო ისტორიისა და მემკვიდრეობის სამმართველოს მიხედვით, ეს ბრძოლა საბოლოოდ ასუსტებს იაპონიის საზღვაო ავიაციას და ამერიკულ სწრაფ ავიამზიდთა ძალებს უზარმაზარ უპირატესობას აძლევს მომდევნო ოპერაციებში წყნარ ოკეანეში. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ოპერაცია ეგოს მთავარი მიზანი ვერ შესრულდა. იაპონიის ფლოტმა ვერ შეძლო მარიანაზე შეჭრის შეჩერება. ბრძოლა საიპანზე გაგრძელდა მანამ, სანამ შეერთებულმა შტატებმა არ აიღო კონტროლი. 1944 წლის 9 ივლისს. ამის შემდეგ ამერიკამ გუამისა და ტინიანის დაპყრობა დაანაგრძო. მარიანასის ხელში ჩაგდებამ შეცვალა ამერიკის შეტევის სტრატეგია იაპონიის წინააღმდეგ. საიპანიდან, ტინიანიდან და გუამიდან უკვე შესაძლებელი გახდა გრძელდისტანციური B-29 ბომბდამშენების გამოყენება პირდაპირ შეტევისთვის. იაპონიის მთავარი კუნძულების დაბომბვისთვის. 1944 წლის 24 ნოემბერს საიპანიდან დაიწყო მასშტაბური B-29 ბომბდამშენების კამპანია ტოკიოს წინააღმდეგ. მოგვიანებით ამერიკამ ასევე ააშენა დიდი ბომბდამშენების ბაზები ტინიანზე და გუამზე. ამიტომ ფილიპინების ზღვის ბრძოლის ნამდვილი მნიშვნელობა უფრო მეტია, ვიდრე დაკარგული გემების ან თვითმფრინავების რაოდენობა. იაპონიის ბოლო დიდი მცდელობა, რომ თავისი ავიამზიდების ავიაცია გამოეყენებინა ამერიკის მარიანას კუნძულებთან მიახლოების შესაჩერებლად, წარუმატებლად დასრულდა. ამ ბრძოლის შემდეგ იაპონიას ჯერ კიდევ ჰყავდა ავიამზიდები, მაგრამ მას აღარ შეეძლო მათი გამოყენება იმავე ძალით და ხარისხით, როგორც წყნარი ოკეანის ომის დასაწყისში. როდესაც ამერიკამ მარიანას კუნძულები დაიკავა, იაპონიის მანამდე შორეული სამშობლო უკვე ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენების ჩვეულ მოქმედების რადიუსში აღმოჩნდა. წყნარი ოკეანის შუაგულში მდებარე რამდენიმე კუნძულისათვის ბრძოლა ერთ-ერთი იმ ნაბიჯთაგანი იყო, რომელმაც ომი პირდაპირ იაპონიასთან დაახლოვა.